მოგესალმებით ნაზის სარჯველაზე გადაცემა საჩინოდან. დღეს ჩემთან სტუმრად მობრძანდა არაჩვეულებრივი დიდი ხელოვანი საქართველოს სიამაყე მართლა მინდა გითხრათ და ჩემი ძვირფასი მეგობრად მინდა ვიგულო ბატონი თემურ ყვითელაშვილი. თქვენის ნებართვით მე მას დიდი პატივისცემი და სიყვარულით მივესალმები და ვთხოვ მე ამბოს პატრიარქთა მისი მეგობრობა და თანამშრომლობაც. მოგესალმებით ბატონო თემურ, დიდი პატივისცემით. ჩვენ 2 წლის უკან, 3 წლის უკან მქონდა შეხვედრა და მე დღესაც ვამაყობ იმ შეხვედრით და იმ გადაცემით. ბატონო თემურ, რა თქმა ჩვენ ძალიან განვიცადეთ ჩვენი პატრიარქის იმ ქვეყნად გადანაცვლება და თქვენ მასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გქონდათ და მე ძალიან მინდა რომ მოვისმინოთ თქვენგან როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება, თქვენი მეგობრობა, თქვენი თანამშრომლობაც აგრეთვე და გვიამბეთ თუ შეიძლება მთელ საქართველოს ეს ძალიან აინტერესებს. პირველში ურმისიმადლობა ბატონო, ძალიან მახარებს თქვენთან შეხვედრა ყოველთვის. მეც სიამოვნებით ვიხსენები იმ გადაცემას, რომელიც თქვენთან 2 წლის წინ ჩაიწერა, შესანიშნავი გადაცემა გამოგვივიდა. ასეთი გულიანი დახვედროს ძალიან მოხარულო და მადლობელი ვარ. მივესალმები ტელემაყურებელს და მინდა თქვა რომ პირველად ვარ TV+-ის სტუდიაში და მინდა რომ თქვა კეთილი ყოფილიყოს ჩემი ფეხი და წარმატებებს მომთანი ყოფილიყოს ამ ტელეკომპანიისთვის და მისი შემოქმედებითი ჯგუფისთვის. რაც შეეხება უწმინდეს და უნეტარეს, რომელიც ეს უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის, არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, საერთოდ თვლი რომ საერთოდ სოფლიო მართლმადიდებლისთვის ყველასთვის აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჩვენი უწმინდეს და უნეტარესი ილია მეორე არ გახდათ, არაერთ გადაცემაში ვისაუბრე ამაზე, ის არ გახდათ მხოლოდ როგორც ქვეყნის სულიერი მამა ან წინამძღვარი, ეს იყო დიდი საზოგადო მოღვაწე, ეს იყო დიდი დიპლომატი, რომელსაც სიტყვასაც ძალიან დიდი ძალა ჰქონდა და ბევრი რაღაც ბალანსირდებოდა, ბალანსი ხდებოდა ყველაფერში ჩვენს ქვეყანაში. მე არაერთხელ შევსწრები ვარ და ამიტომ შემიძლია მე მაქვს უფლება ვისაუბრო ამ თემაზე, რომ არაერთხელ მინახავს საპატიო სტუმრების ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არ ყოფილა დელეგაცია თუ საპატიო სტუმარი, რომელსაც თავის გეგმაში არ ქონია პირველ რიგში შეხვედროდა უწმინდეს, იმდენად დიდი ინტერესი და სული ჰქონდა ყველას. და მე უბრალოდ რასაც ვაკვირდებოდი, ხედავდი თუ როგორ უძღვებოდა ამ შეხვედრებს, როგორ მიყავდა, როგორ ყველა გასასული უსმენდა და როგორ ყველა ითვალისწინებდა მის აზრებს, მის იდეებს და ანუ მის სურვილებს და იმდენად ყველა სიტყვა მისი იმდენად წონადი იყო და სწორედ ეს მინდა თქვა რომ მისი სახელმწიფოებრივი აზროვნება, მისი დიპლომატია ძალიან ბევრ რაღაცას განაპირობებდა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ფასდაუდებელია მისი წვლილი ჩვენი უწმინდეს და უნეტარესის როგორც მის პიროვნულ თვისებებზე. ანუ აღარ ვლაპარაკობ ის როგორც უნიჭერესი მრავალმხრივად ადამიანი, როგორც ხატწერი მაგალითად, როგორი ხატები და შემდეგ მისი საგალობლები და ის ავე მარია მაგალითად თუნდაც რა დღეს, მარტო ავე მარია რომ შეექმნა უწმინდეს და უნეტარეს, ესეც რამხელა რაღაც იქნებოდა, რამხელა ფაქტი მნიშვნელოვანი და ამას კიდე ცალკე ისტორია აქვს, იმიტომ რომ ავე მარიას უამრავი ვერსია არსებობს, ვოკალური შესანიშნავი ვერსია, მაგრამ ერთადერთი ინსტრუმენტული და საგიტარო ვერსია ჩემი ვერსია, მაგრამ ეს ამას ცალკე ისტორია აქვს კიდე, როგორ დაიბადა ეს აზრი და ეს იდეა და სურვილი რომ მე შემესრულებინა. უბრალოდ ის მინდა თქვა რომ ჩვენი უწმინდეს და უნეტარესი ახასიათებდა ის რომ ის იყო ძალიან ყოველი მის სიტყვას ჰქონდა ძალიან დიდი ძალა და ვთვლი რომ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ყავდა ძალიან მე ვთვლი ყოველთვის ვიხდი რომ სოფლიოში მე მგონი ყველაზე ძლიერი და ყველაზე ბრძენი უწმინდესი ყავდა საქართველოს. და ლამასიც აგრეთვე. გამოვარჩა, ვათან 1000 აყოფოს და მე ვთვლი რომ უდიდესი დანაკლისია. დიახ. აი მაინც მე ისევ მასე მინდა გეკითხოთ და მინდა ვცლად გვიამბოთ, აი როგორ მოხდა თქვენი აი სწორედ ამ თქვენი ბრძანად რომ მისი ავე მარია მისი შემოთავაზება იყო თუ თქვენ შესთავაზებთ. აი როგორ იყო ეს თხოვნის მომენტით მაინტერესებს. მაგას გეტყვი სწორად. მე ძალიან მორიდებული კაცი ვარ საერთოდ, ძალიან მორიდებული კაცი ვარ და ძალიან კარგად ვიცი ჩემი ადგილი საერთოდ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა უწმინდესისთან
ასეთი შემოქმედებით მამაშვილური ურთიერთობის მიუხედავად, მაინც მე ვერიდებოდი ხშირ მისვლას და მაინც მორდებულად ცხოვრობ საერთოდ მე. ერთვენერად დღეს საერთოდ მას ძალიან მოწონდა ჩემი შემოქმედება, ამით ძალიან ვამაყობ და განსაკუთრებით მოწონდა ძალიან, როდესაც უკრავდი შუბერტის ავე მარიას, ან დაისის უვერტიურას, ან ბახის არიას. და ერთვენერად დღეს, როდესაც ხო გითხარით, როდესაც პრეზიდენტები თუ მსოფლიო პატრიარქები როდესაც ჩამოდიოდნენ, მე მეხსნიდი ხშირად ღონისძიებას, არა მარტო საპატრიარქოში, არამედ ოპერის თეატრის, არა მარტო იქ. და ერთვენერად დღეს მითხრა, რომ თემურიო, სათხოვარი მაქვსო რა. ახლა როგორია ხა უწმინდესი? მეუთხარი გისმენთ თქვენ უწმინდესო. აი ავე მარიას თუ შეასრულებდიო. და მეუთხარი კი მაგრამ თქვენ უწმინდესო, არაერთხელ მაქვს შესრულებული თქვენთვის ავე მარია რამდენჯერ. არა, ეგო მაგას ხო ყველას ვასმენინებო, როგორ მიყვარს. ჩემი ავე მარიაო. აი მე მეუთხარი რომ მეთქე თქვენ უწმინდესო, მიუხედავად ჩემი ასეთი მამაშვილური ურთიერთობისა, როგორ მომწონდა ეს ავე მარია, ძალიან მერიდებოდა მეთქი რომ თქვენთვის მეთქვა მეთქი და მეთხოვა მეთქი რომ შემესრულე. აი წარმომიდგენია როგორი გამოვიდა, მე ძალიან გთხოვა რომ თემური ეს შეასრულო და რა თქმა უნდა მე მყისიერად დავიწყე ფიქრი და ეს განვახორციელე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა რომ ძალიან არაერთი ვერსია ვოკალური ამ ავე მარიის შესანიშნავი ვერსია, მაგრამ აი ეს ვერსია განსაკუთრებულად უყვარდა უწმინდეს და ისიც ვიცი რომ სიცოცხლის ბოლომდე როცა საშუალება ჰქონდა სულ უსმენდა ამ ვერსიას და ასმენინებდა ხალხს. დღეს უფლის გვარტი აწვია ცხეთას შეიმოსავენ თეთრნისლებს მთები წმინდა სამება ასხივებს სიტყვას მთელი სამყარო დადუმდა Sarățel-n schimb-ți Da ceaghi hudăți O patriarcă upaligăi Da-mi tau da-mița Da-i-ți pozeța Soasa vidrălați დღეს შენი ბრევი დავრილი ასე წვიმად დაცრენა მზედანათოდეს სამთავროს გელო
patriarco upali geis da tavdamitsa daitso zetsa სტუმრებს. ხო და ამიტომ ძალიან ვამაყობ ამით. აი ესე შედგა თუნდაც ამ შესრულდა ისე შუბერტის ave maria ერთ-ერთ კონცერტზე შევასრულე მე ძალიან 30 წელს წინ დაახლოებით და იქ მომისმინა უწოდესო და მაშინ მოისურვა რომ შევხედროდი და გავსაუბრებოდა საერთოდ და ჩვენ საათობით სხვა შეიძლება უნდა გითხრათ რომ საათობით ვისხედით ხოლმე საპატრიარქოში და უსმედით კარგად ტექნიკურად აღჭურვილ ატმოსფეროში, იმიტომ რომ საპატრიარქოში კარგი გახმოვანებით იყო აპარატურა ყველაფერი გაწყობილი და იქ ხშირად უსმედით კლასიკურ მუსიკას, ბახს, მოცარტს, რაველს, ესეთ ნაწარმოებებს, ასევე ქართულ ფოლკლორს. უნდა გითხრათ, რომ მას კიდე ასევე თანამედროვე მუსიკას უყვარდა ძალიან. ანუ კარგი მუსიკის ფასი იცოდა მან. და ხშირად ბევრ რაღაცას, ესე იგი, მეკითხებოდა, აი რა დღეს რა ხდება საერთოდ ამ სფეროში და სხვა შორის ერთი ისიც მინდა თქვა, რომ თუ მოგისმენიათ ჩემი შესრულებული ave maria უწმინდეს იქ როდესაც იწყება ნაწარმოები იქ გიტარით ვიწყება ესეთი ღუღუნი ხმით აი ესეთი ღერადი ხმით და უწმინდესი მეკითხებოდა რომ თემური კი მაგრამ ეს რა არისო ეს როგორ გიტარა არ ჯეროდა იმიტომ რომ ეს გიტარა როგორ არისო იმიტომ რომ მე ხმა მეგონა ადამიანისო იმდანაც ხო და მე მეუთხარი რომ მე ერთ-ერთ გამოსვლაზე როდესაც მქონდა საპატრიარქოში ვაჩვენე როგორ ვაკეთებდი და ნუ ძალიან მოწოდა ვახტოვანებული იყო როგორ ხდება ეს გიტარაზე არ მომისმენია ეგეთი რაღაცა და მართლაც პრინციპში მე რაღაც ჩემი მიგნებები მაქვს რა თქმა უნდა ისეთი რომელიც მე ეს ჩემს მიერ გამოგონილი თუ ჩემს მიერ მიგნებული და ჩემი ხელწერის ის არის რა ქვია აღწერაც თქვა ჩემი შემოქმედების და პატრიარქს ძალიან მოწოდა ეს ყველაფერი და აი გამოვიდა ძალიან კარგი და ჩემ კონცერტებზე ყოველთვის ვასრულებ და ჩემი დიდი პატრიარქს იმას კიდევ უდასტურებ რა თქმა უნდა ჩვენს უწოდეს ამით არის დიახ ახლა მომიდგენია როგორ შეხვდებოდა ის თქვენს მიერ შესრულებას ერთი კონცერტი ყველა კონცერტზე დადიოდა ჩემ არეთ კონცერტს დაესწრო ფილარმონიაში და კონსერვატორიაში და სხვათა შორის ძალიან მუსიკალური პიროვნება კი ძალიან იმიტომ რომ მე ხო გითხარით რომ ახლა ვთქვი რომ მისი საგალობლები თუნდაც და ნუ ერთი გემონება სულაც არ შეექმნა მან იცოდა კარგი მუსიკის ფასი ამას დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც მისი ბოლო დავიღალე. კი ბატონო, მე ეს რაღაც ისეთი რამა, რომ თითქოს რაღაც სუსხა სამყაროში გადადიხარ და ძალიან პირადად ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ სიმღერამ, ძალიან იმოქმედა და ძალიან დასანანია. ძალიან დასანანია. და ვთვლი რომ ეს უდესი დანაკლისია და რა ვიცი, სიტყვებიც არ ყოფილის. ცით ბატონო თემურ მე მინდა ერთი ეპიზოდი გავიხსენო ჩემი ცხოვრებიდან. ვარ სწავლობ ვიოლინოზე ბათუმში, მე იქ ავანტამოშობით და დედა მითხრა რომ არაჩვეულებრივი მოძღვარია ჩამოსულიო. 60 წელია ეს 1960 წელი. მე პატარა გოგონა მივდივარ ვიოლინოთი ხელში და ის ქუჩა უნდა გამევლო, სადაც ტაძარი იყო. და შემდგომ და შემეხვია და იქ იყო ეს ჩემი სკოლა, მუსიკალური სკოლა. მივდივარ მე მარტო ვარ და გამოდის ტაძრიდან ახალგაზრდა შავგრემანი, შავი დიდი წვერებით, ლამაზი მაღალი. და უცებ გამახსენდა რომ დედა მითხრა რომ არაჩვეულებრივი მოძღვარია ჩამოსულიო, ახალგაზრდაო. დავდექი ბატონო თემურ, შვა გზაში, არც იქ მივდივარ, არც აქ მივდივარ, ეს ვიოლინო ხელში მიჭირა. და რა ქნას ახლა გზას არ უთმობ. და დამადო ხელი და მითხრა დალოცვილი ხარო. გავიდა ამის შემდეგ 17 წელი. 1977 წელს დიახ, როდესაც მისი ახალწლების დღე დადგა, მაშინ ვიცანი, მოგხსენებათ, მაშინ არ შუქდებოდა ყველაფერი ეს. საკეთ მაღაზიები გესაუბრებთ. დიახ, ისეთი პერიოდი იყო და
ნუ იმ წუთით სახში ხმამაღლა დავიწყე საუბარი რომ აი ეს ის არის და გავიდა ამის შემდეგ საკმაოდ დიდი წლები და 2015 წელს ჩემთან ტელევიზიაში მაშინ ახალ საქართველოში მუშაობდი მე და მოვიდა ბატონი ზვიად სეხნიაშვილი და მითხრა რომ ასე საყოველთაო ჯვრის წერა იწყებაო ქალბატონო ნაზიო და მე მინდა რომ თქვენ იყოთ პირველი ჯვართაწერილი წვლიო ასე რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ პატრიარქის საყოველთაო ჯვრის პირველი ჯვართაწერილი წვილი ასე რომ და ჩვენ შესული ვართ წიგნი გამოვიდა ჩემი პატრიარქი მგონი თქვენც ახართ იქ შესული ზაუნაჭები ამ გააკეთა ძალიან კარგი წიგნია საკმაოდ დიდი და შეიძლება თქვენ საქართველოში აბრძანდებოდით მაშინ ესეც შეიძლება თორე აუცილებლად ბატონი ზაური ესეთი ადამიანია რომ აუცილებლად თქვენ შეგატყობინებდათ და აი ასე მოხდით ამ დიდებულ პროექტში და სწორედ 2006 წელს პატრიარქმა იქადაგა ჩემი ქმრის მიწოდებული ერთ-ერთი ინფორმაციით, რომელიც ჩემი ქმარი გახლავთ ნიადაგწოდნი, ნიადაგის ეროზიონისტი და რაღაც მლეთის გზაზე ჩამოწვა ზვავი და ერთ-ერთი ტაზარი დაზიანდა და მან მოიკითხა, რომ არავინ არ არის ამ სპეციალისტი, რომ გავერკვეთ რა შეა საქმე და სწორედ ანდრია პირველწოდებული უნივერსიტეტის რექტორმა ჩემ მეუღლეს დაურეკა ჩემი ქმარის დისერტაცია ერთია საქართველოში სადოქტორო დისერტაცია მეტი არ არის დაცული და სწორედ სთხოვა რომ პატრიარქის თხოვნა არისო რომ რატო მოხდა რომ არ მოხდეს რა გავითვალისწინო და ჩემმა მეუღლემ ეს ყველაფერი გეგმა როგორ უნდა გაკეთდეს ყველაფერი და რა უნდა გაკეთდეს და ეს მიაწოდა სწორედ იმ პიროვნებას რექტორს. ნუ მან ყველაფერი მიაწოდა ჩვენს პატრიარქს და უცებ ჩემი მეუღლე მეძახის ნაზი მოდი ჩემს იმას ქადაგებსო. ხო ასე რომ და აი ამ კუთხით ჩვენ მოვხდით ამ დიდებულ პროექტში და მართალი გითხრათ რა დიდად ბედნიერია. ბედნიერება ნამდვილად ძალიან ბედნიერება კი ბატონო კი. მე უბრალოდ ის აი გამოვხმაურები თქვენს ნაამბობს იმითი რომ მეც დავიბადე მეიდანში ძველ თბილისში, იქ გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება და უბრალოდ სიონის სადაც მე ვცხოვრობდი, ჩემ პირდაპირ იყო სიონის ეკლესია, ცოტა ყოფილი სინაგოგა, იმის ქვევით კიდე მეჩეთი და ამას ინტერნაციონალური ასე ვთქვათ უბანი იყო, რამოდენიმე ენაზე საუბრობდი მე ძალიან კარგად და სიონის ეკლესიის ეზოში გაიარა ჩემმა ბავშვობამ და ის მინდა თქვა რომ სანამ წამოვიზდებოდი ჩვენ ვერ ვაცნობიერებდით თქვენ რასაც შეეხეთ აი ესე მინდა ის გავაკეთო აქცენტი იმაზე რომ მაშინ ვერ ვაცნობიერებდით რამდენად აკრძალული იყო და საერთოდ არ შეიძლება და რელიგიასთან დაკავშირებით. რო წამოვიზარდეთ, შემდეგ მივხვდით და უკვე ვაკვირდებოდი თუ როგორ ერიდებოდა ხალხი ეკლესიის შესაძლოა სულის მიუხედავად. და უბრალოდ ან ზოგი სამსახურს დაკარგავდა, ან პარტიიდან გაუშვებდნენ და ასე შემდეგ და სწორედ უწმინდესის დამსახურება ეს აი კიდევ ერთი დიდი საქმე რა თუ ყველაზე დიდი საქმე რაც გააკეთა ჩვენ მოუწევს აი ბევრ დიდ საქმეებთან ერთად არის ის რომ როგორ შემოაბრუნა ამ წლების განმავლობაში ერი და მრევლი რომ ეკლესიისკენ ლოცვისკენ ღმერთისკენ მიყვანა ტაძრისკენ და კიდევ ერთი რაღაც შემიძლია დავიტრაბახო და თქვა რომ სანამ ამოქმედებოდა სამების ტაძარი ორი დღით ადრე უწმინდესად დამათვალიერებინა მე ეს ყველაფერი ტაძარი არაოფიციალურად მაჩვენა ყველა ორი დღით ადრე და ორი დღის მერე ამოქმედა ტაძარი მე ეს მაჩვენა იმდენად უნდა რჩენებინა ამიტომ მე ძალიან ბევრი რამ გასახსენებელი უწმინდესთან დაკავშირებით და ვთვლი რომ ის იყო ნამდვილად ძალიან დიდი ადამიანი პირველ რიგში როგორც ადამიანი იმიტომ რომ მას ჰქონდა ყველაფერი აი მის დიპლომატიას მის ყოველ სიტყვას იმხელა ну ძალიან საინტერესო პიროვნება იყო და ერთხელ უდესი დანაკლისია მე ახლა უნდა რო არ თქვა არ შეიძლება საგულო შემთხვევით და ახალი უწმინდესი და უნიტარესი რომელიც ახლა მისიას ვთქვათ მოსაყდრე იყო შიო ახლა როგორც უკვე უწმინდესი და უნიტარესი შიო მესამე მე მას მინდა მიულოსო ახლა კი მიულოსე პირადად მაგრამ ახაც მინდა მიულოსო თქვენ ტელევიზიის საშუალებით მას მინდა უსურვო წარმატებები ჯანმრთელობა და ის გაგაფული გზა რომელიც გაგაფა ჩვენმა უწმინდესმა უნეტარესმა და თამასა იმდენად მაღლა
მაღლა აქვს ატანილი ჩვენს უწმიდეს რომ ალბათ უკვე იმ განზომილებაში და ასე ვთქვათ ისე უნდა წარიმართოს ყველაფერი როგორც ჩვენ მოუწმიდესმა ასე ვთქვათ 49 საუკუნის მანძილზე თითქმის გაატარა თავისი 59 წლის მანძილზე გაატარა ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ რომ უზენაესა უნიტარისი შიო მესამე ყველაფერი იქნება კარგად და ყველაფერს გააკეთებს და მე მინდა უსურვო მას ყოველივე საუკეთესო დიდი წარმატებები და ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ამიტომ დიახ შემდგომ რა გვაქვს ეს გასახსენებელი უფრო ისეთი იცით რა აი მაგათაც ერთი ასეთი მომენტი ნუ კონცერტებზე გითხარით რომ ყველაფერს ესწრებოდა და კიდევ მაგათაც თუნდაც აი დედაშიმი რო გარდაიცვალა დედა გარდამეცვალა მე 2008 წელს ქალბატონი ციალას პირველი ვინც მოვიდა ჩვენთან იყო უწმიდესი უნიტარისი აღარ ვაპარაკობ ოფიციალურ წერილზე რომელიც ოფიციალურად გამომიგზავნა და თვითონაც მოვიდა და პლუს კიდე თელი საპატრიარქო ჩემს გვერდით იდგა ანუ ძალიან ბევრი ისეთი დეტალია რომელიც ესე იგი ვთვლი რომ აი ესე იგი გამოყოფდა მის პიროვნულ თვისებას, მაგრამ მის ადამიანობას, მის თავდაბლობას, ხო? და ამიტომ აი ვთვლი რომ უსასრულოდ შეიძლება საუბარი მასზე. მე ძალიან ბევრი მაქვს ალაპარაკო და სხვა შორის ისიც მინდა გითხრათ რომ მალე მექნება, არ ვიცი, მაგას თქვენ ცალკე შეეხებით ალბათ, მაგრამ პრეზენტაციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უცხოეთთან დაკავშირებით სწორედ 40 დღე რო გავიდა გადაცვალებიდან, სწორედ მას ჩვენ დაუკავშირეთ და შეიქმნა სპეციალურად სიმღერა, რომელიც ეძღვნება ეს პატრიარქის ხსოვნას ასე დავარქვით სიმღერას. და არ ვიცი შემიძლია მაგ თემაზე გესაუბროთ თუ თქვენ სხვა შეკითხვა გაქვთ მე არ მინდა გავუსწრო მოგონებს. ხო მე ერთი რამ მინდა გავიხსენო თქვენ გითხარით მაშინ რომ აი თქვენი დედის წლისთავი რო იყო გარდაცვალების ქალბატონმა ზაირა დავარაშვილმა დამირეკა და იქნებოდა მონაწილეობაო და მე მივედი და თეთრი ვარდები უმღერე მას მის ხსოვნას და დიდი მადლობა ასე დამოკიდებულებს და მე არასდროს დამოვიწყდა მე ყველაფერი მახსოვს აბსოლუტურად ვინ რა როგორ და ვინ იდგა ჩემს გვერდით თორსა ყველაზე მაგრამ მიჭირდა ამიტომ ეს დღეს რა თქმა უნდა არ დამოვიწყე კიდევ ერთხელ უგორმესი მადლობა და ქალბატონ ზაირას მე მინდა უსურვო ჯანმრთელობა მინდა უსურვო პირველ რიგში ჯანმრთელობა და დიდი მადლობა იმისთვის რომ მიეძღვნა დედაჩემს საღამო სადაც ეს ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა და ძალიან ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ძალიან დიდი პატივისცემა და ძალიან დიდი გამოხატვა იყო ჩემი ოჯახის და რა თქმა უნდა პირველ რიგში დედაჩემს ხო თანაც შემეკითხა ქალბატონაზე რა სიმღერებთ აი რა შერჩევა რა გინდა ეს დაუცხარი დღეა ჩემს რა თქმა უნდა მე უთხარი ორი სიმღერა კერესელიძის ვედრება და მეორე მოთხარი თეთრი ვარდები თეთრ ვარდებს მოვიტან და მის სურათთან დავდებ მეთქი და აი ესეთი რამე იყო სხვათა შორის ძალიან გრძნობიარე იყო ეს ჩემთვის იმიტომ რომ მეც დედა ჩემიცა გასული ამ ცხოვრება როდია კი შემდგომ ბატონო თემურ ეხლა თქვენი ცოტა მინდა თქვენი განვლილი ცხოვრება დღემდე აი რა ქონდათ გასტროლები რა ქონდათ ცოტა და შემდგომ მე უკვე ახალი სიმღერის პრეზენტაციაზე ახლა ისეთ რა არის ამ თემაზე ისე არ გავჩვდები ძალიან ერთი მიზეზია იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი მომენტი არტისტის ცხოვრებაში მე ვთვლი რომ აქ არაფერს ახალს არ იტყვის ადამიანი რომ აქვს კონცერტები გასტროლები ჩაწერები გადაღებები ეს ჩვეულებრივი რამ გახლავთ ხო მაგრამ რა თქმა უნდა როდესაც ახალ ალბომზე მუშაობ ეს ამას ვაკეთებ ნამდვილად ახალ ალბომზე მუშაობ გადაღებები მქონდა ჩაწერები მქონდა და ეთერები ძალიან ბევრი ეთერი მქონდა ამ ხო გითხარით თვენახევრის განმავლობაში უწმიდესთან დაკავშირებით ძირითადად ყველაფერი ნუ აი არ ვიცი ძალიან დატვირთული ვიყავი სხვათა შორის და შესაბამისად რა თქმა უნდა ახალ კომპოზიციებზე მუშაობ მუსიკას წერ რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის და თული რომ შემოქმედებითად პირველ რიგში კიდევ ერთხელ ხას არ გაუსვა ამას რომ ამას ვაკეთებ იმიტომ რომ ეს არის მე უნდა გითხრათ რომ მე მიხეილოვანთა ის განმეკუთვნები რომელიც სამსახურს არ ეძახის ამას ეს არის ჩემი ცხოვრება აქედან გამომდინარე მე ამით ვცხოვრობ 24 საათი ეს არ არის მე ხა წავალ დღეს 9-დან 6-მდე სადღაც ვიქნები არა ასე არა მუსიკა არის ჩემთან სულ გიტარა არის ჩემთან სულ და ამიტომ ეს არის ჩემი ცხოვრება და აი ჩემს ყველაფერი აქვს ამით სუნთქავად ეს შემიძლია ვთქვა და გეგმებთან დაკავშირებით თქვენ რას გაინტერესებთ კიდევ გეტყვით რა თქმა უნდა ამიტომ არის საინტერესო გეგმები და სულ რამოდენიმე დღეშიც საინტერესო ღონისძიება დაგეგმილი დიახ ეხლა ვისაუბროთ რომელიც ღონისძიება იქნება ეხლა სიმღერის წარდგინება 20 მაისს დავაანონსოთ ესეც და
მინდა ვაჩვენო თქვენის ნებართვით ჩვენს მაყურებელს აი სწორედ პატრიარქისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო, რომელიც ჩატარდება 20 მაისს 7 საათზე კინოსახლში, სადაც იქნება წარმოდგენილი არაჩვეულებრივი სიმღერა, ეს გახლავს პატრიარქისადმი მიძღვნილი პატრიარქის ხსოვნას, ასე ქვია. ხსოვნისადმი მიძღვნილი და თქვენ გააკეთეთ მისი არანჟირებას, ამაზე გვესაუბრეთ. და მე მინდა რომ თქვენ წარადგინოთ კვლავ სრულყოფილად ბოლოში ეს და ჯერ მესაუბრეთ როგორ შეიქმნა ეს და ასე შემდეგ. სიამოვნებით. მოგეხსენებათ რომ ყველას ჩვენი მაგალითად ყველა ალბომში ჩემი მიზუნები მაქვს არაერთ ადამიანზე და დაწყებული მშობლებიდან დამთავრებული რა ვიცი. ერთი ჩემი შემოქმედება სრულთლიან ქვეყანას და ჩვენს ქალაქს ეძღვნება და აბსოლუტურად ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, საქართველოს ჰიმნიდან დაწყებული დამთავრებული არის. ხო, რაც შეეხება ახლა სიმღერას, მე ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც აი თავის ემოციებს, თავის გრძნობებს გამოხატავენ ამა თუ იმ ფაქტის მიმართ და განცდას, ხო? და სწორედ ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც და როდესაც უწმინდესი გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, აი არის ასეთი ადამიანი შესანიშნავი პიროვნება და მუსიკოსი და კომპოზიტორი ტელეზამყვანი ქალბატონი მანანა იმედაზე, რომელმაც შექმნა სიმღერა სპეციალურად მიუძღვნა პატრიარქს. და ძალიან მახარებს ეს ამბავი, რომ ქალბატონი მანანა დამიკავშირდა მე და ასე ვთქვათ, მომასმენინა ეს ყველაფერი და გამოთქვა დიდი სურვილი, რომ სწორედ მე შემესრულებინა ეს. მაგრამ ამას ვიტყოდი ჯერ ქალბატონი მანანა რო შექმნა, ამას წინ უძღოდა კიდე შესანიშნავი ლექსი, რომელიც ჯუბაღებელი, რომელიც შექმნა ასევე ლექსი, რომელიც მიუძღვნა უწმიდეს. აქედან გამომდინარე დაიბადა ეს იდეა კომპოზიტორსა და პოეტს შორის, ხო? და შემდეგ როდესაც ეს შეიქმნა უკვე და ჯერ საწყის ეტაპზე იყო ეს ყველაფერი, მაგ მომენტში დამიკავშირდა ქალბატონი მანანა და როდესაც მომასმენინა და მითხრა, აი რაზე იყო და ისიც ჩათვალა და ის მიზანს შეწონილად, რომ მე უნდა ყოფილიყო ალბათ ის ადამიანი, გამომდინარე იქიდან, რომ მე უკვე ავე მარიას ვასრულებდი. პატრიარქი და ჩვენი მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობა მამაშვილური. და აქედან ეს სიმბოლურიც იყო თუნდაც იმით. და ამიტომ შემოთავაზა მე რა თქმა უნდა მოვისმენე ძალიან მომეწონა სხვა ჩვენ ძალიან კარგი სიმღერაა, ძალიან მომწონს, ლექსიც შესაბამისად ძალიან კარგია და აქედან გამომდინარე, როდესაც ბევრი ფიქრის შემდეგ, იმიტომ რომ ასე არა, ხა ჩემ შემთხვევაში უბრალოდ სიმღერის ჩაწერა არა, ამას ახლავს თავის კონცეფცია სიმღერის თვითონ როგორ რა შესავალი შუა იმპროვიზაცია მით უმეტეს მე ხა ინსტრუმენტალისტი ვარ და ჩემთვის იმპროვიზაცია და ასე გიტარის გამოხატვა გამოსახულობა უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა ამაზე ბევრი ფიქრი დამჭირდა. ხო და სწორედ ამ ბევრი ფიქრის შემდეგ ეს ყველაფერი მე მოვიფიქრე, შემდეგ ქალბატონ მანას ვაჩვენე, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან მოეწონა. დიდი მადლობა მას ამისთვის და შემდეგ მივედით იქამდე რომ უნდა გაორკესტრებული იყო ეს ჩვენი იდეები, რაც იყო ჩემი იდეები, ეს უკვე უნდა გადასულიყო უკვე ორკესტრზე. აქ უკვე დროში ძალიან ვიყავით შეზღუდული და აქ ბატონი გიორგი მაჭარაშვილი შესანიშნავი მუსიკოსი, რომელმაც ძალიან მოკლე დროში გააკეთა ორკესტრირება, იმიტომ რომ ოღონ ჩვენი იდეებით, მე ჩემი იდეები მივაწოდე რა თქმა უნდა და მან თავისი იდეებით ჩადო რა თქმა უნდა შესანიშნავად და გააკეთა. მე მივედით უკვე იმაზე რომ ეს ყველაფერი უნდა ჩაწერილიყო, იმიტომ რომ ხა ეს ისეთი თემაა რომ ხარისხიანად და ძალიან რთული დასაბალანსებელია და შემდეგ ეს ყველაფერი ჩაიწერა და ძალიან სიმბოლურია რომ ჩაიწერა საქართველოს საპატრიარქოს ხმისჩამწერ სტუდიაში. ხმის რეჟისორი ბატონი მერაბ მამულაშვილი. ამიტომ ესეც ჩაიწერა შესანიშნავად. შემდეგ იყო მონტაჟის მომენტი. ესეც კიდე სალკე თემაა, მონტაჟი, მასტერინგი. ეს კიდე გადავინაცვლეთ შემდეგ ჩვენ ბატონ თემურ ნიკოლაშვილის სტუდიაში. იქ გაკეთა. რუსთაველის თეატრში. იქ და ასევე ბატონ თემურ ნიკოლაშვილი შესანიშნავი ასე ვთქვათ, ასევე როგორც ბატონი მერაბი, შესანიშნავი მუსიკოსი, მან გააკეთა მონტაჟი და მასტერინგი ამ კომპოზიციის. შემდეგი ეტაპი უკვე გადაღების მომენტი. გადაღების მომენტთან დაკავშირებით ჯერ ერთი კლიპის ვერსია გაკეთა, ერთი სპეციალური გადაცემა ეს რომელიც ბატონ თამაზარიშიდან ჩემო მეგობრებმა შესანიშნავად გააკეთა ყოველ უმაღლეს დონეზე, ხოლო მეორე ვარიანტი უკვე რომელიც პრეზენტაციას გვექნება ახლა ჩვენ 20 მაისს აქ უკვე ესე იგი არის ასეთი შესანიშნავი რეჟისორი ლევან ქაშიბაძე, რომელმაც გადაიღო კიდეც და ასევე როგორც ოპერატორიც იყო და ასევე როგორც რეჟისორიც იყო ამ შემთხვევაში. და აქვე სარგებლობის შემთხვევაში და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრს. რატომ? იმიტომ რომ ამ თეატრმა დაგვითმო ჩვენ სცენა, დაგვითმო ფართი, დაგვითმო აპარატურა, დაგვითმო ტექნიკა
და სივრცე და ყველაფერი და თან შეგვიქმნა ძალიან კარგი პირობები იმისთვის რომ ჩვენ ხო აქედან გამომდინარე ესეც გამოვიდა ის რომ იქ გადავიღეთ ძალიან კარგად. აქვე უნდა ვთქვა რომ კიდევ ჩვენ დაგვჭირდა პოლიგრაფიული სამუშაო მაგალითად აქ მაგალითად უნდა ვთქვა რომ ბატონი გიორგი სადონიშვილი და ესე იგი პოლიგრაფიული კომპანია გრადაცია რომელმაც დაგვიბეჭდა პლაკატები, მოსაწვევები, ეს ყველაფერი სულ ეს ერთი გაერთიანებული პაკეტია, რომელსაც ჭირდებოდა აი ამას თავი მოვა მე ხა მართლა ძალიან ყველაფერი მიყვარს ხარისხანა და ძალიან ბევრი დამჭირდა ამას დრო და ის რა ქვია ენერგია, მაგრამ მადლობა გონს აი ამ ასეთი ადამიანების გვერდში დგომით ეს ყველაფერი განხორციელდა. აქედან გოდა ეხლა თავარი ეს ყველაფერი ტარდება კინოს სახლში. აქაც მადლობა ასე ვთქვათ ბატონ გიორგი თორაძე, ამ სახელია შემეშალოს, რომელიც ასევე დაგვითმო მანაც ასე ვთქვათ, სივრცე, შესანიშნავი სცენა, ყველაფერი დარბაზი და დანარჩენი უკვე იქ ესე იგი ასე მაქვს მე დაგეგმილი რომ წარვადგენ ამას ყველაფერს როგორც საჭირო ვაჩვენებ კლიპს, მე დაგეგმილი მაქვს რამოდენიმე კომპოზიციის დაკვრა, ეს ისე უბრალოდ მაყურებლის რომობზანდებით ერთი კლიპს კი ვაჩვენებთ, მაგრამ მე რამოდენიმე კომპოზიციას დავუკრავ. რაც პატრიარქს მოწონდა. და შემდეგ კიდე ვაჩვენებთ ამ კლიპს კიდე და შემდეგ მე იქნება უკვე შეხვედრა თვითონ მაყურებელი ერთმანეთთან, ყველა შევხვდებით, იქ ავტოგრაფ სესია მექნება, ყველას დავასაჩუქრებ, პლაკატით, პოსტერით რაღაცა. ანუ აი ესეთი საინტერესო ის არის საქმე, დაგეგმილი და იმედია რომ ყველაფერი კარგად გამოვა, რა ვიცი, ნახოთ რა. ეჭვიც არ მეპარება. თვითონ თემა არის. თემა არის საინტერესო და კიდე და თავარი ის მინდა გითხრათ რომ აი ბატონ მანანა იმედაც უღმესი მადლობა და ბატონ ჯუბაღებას, იმიტომ რომ ძალიან შემოქმედებით და საერთოდ ყველა ვით ჩამოთვალე ადამიანები, ყველა ძალიან შემოქმედებითად მიუდგა ამ საკითხს. ანუ მე ის მინდა თქვა რომ მე ძალიან მომთხოვნი ადამიანი ვარ, ამას პირდაპირ გეტყვი. ძალიან მომთხოვნი ადამიანი, აი ძალიან. და აქედან გამომდინარე, მე რომ ერთ პუნქტში ვიღაცამ ჩემთან უკან დაიხიოს, მე დავანებებ თაზე წავალე. აი ავდგები და წავალე, მაგრამ ყველამ აბსოლუტურად დაინახა რომ ეს არ იყო ზედაპირული და რაღაცა ახირება. ეს არის ის რომ საქმე რომ გამოვიდეს, არა ყველა პუნქტი უნდა იყოს მოწესრიგებული. და თუ არ პასუხობს ვიღაცა ასე, მე მაშინ იქიდან გავდივარ რა, იმიტომ რომ მე არავის არ ვაპირებ, არავის ჭკუის სწავლებას და ვიმის გაზდას რა. ყველა დასრული ადამიანია და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და თავის საქმე უნდა. პროფესიონალიზმი. და ამიტომ მიხარია რომ აი ვინც ჩამოთვალე და მე მგონი არავინ არ გამომჩა. ყველამ თავის საქმე გააკეთა ძალიან კარგად, ძალიან მოხარულია და შედეგიც არ დააყოვნეს დარწმუნებული. ვიდეოც ძალიან გამოგვივიდა შესანიშნავი კლიპი სხვა შორის. სხვათა შორის თითქმის ყოველ საღამოს ქალბატონი მანანა მე მესაუბრებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით და მე რა თქმა უნდა დიდი სიყვარული და დიდი პატივისცემი და დიდი გაოცებით მოდით გითხრათ რომ და ძალიან დიდი ცნობის მოყარეობით ვიყავარ დღემდე რომ იმიტომ რომ დიდი პრეტენზია რა თქმა უნდა ძალიან დიდი პრეტენზია და დიდი სიფრთხილეა საჭირო ძალიან შექმნა სიმღერა და ტექსტიც მოდით ტექსტიც ისიც ძალიან კარგად ვიცი რომ ძალიან ბატონი ჯუბაც ძალიან ცდილობდა რომ ისე მორგებულიყო. იმიტომ რომ ძალიან არაერთხელ ჩვენ მოგვიწია რაღაცის გადაკეთება და გადმოკეთება. რატომ? იმიტომ რომ ერთია ლექსი დამოუკიდება ძალიან კარგი იყო, ფანტასტიკური, მაგრამ უნდა იყოს მღერადი და მე რაღაცა და სხვა შე ისიც მინდა გითხრათ რომ ამ კლიპში ძალიან ბევრ ფოტომასალას ჩემი არქივიდან ვიყენებ პატრიარქთან დაკავშირებულს. ესე ძალიან. ეგ და პლუს კიდე ვიყენებ იმ ვიდეო კადრს რომელიც დაფიქსირდა მისი დაგზავნის დღეს, სადაც მე ჩავარ ძალიან. და ამ კაცსაც ვიყენებ დაგზავნის დღეს, იმ კაცსაც ვიყენებ როგორ ვებშიდოები უწმდეს, ეგეც არის დაფიქსირებული. ამიტომ ეგეც იქნება. და ამიტომ თვლი რომ კლიპი გამოვიდა ამ 5 წუთის განმავლობაში, ყველაფერი მიმოხილულია აბსოლუტურად და აი ჩანს მისი პატრიარქი ჯერ ერთი ის ზღვა ხალხი მე არ ვიცი, პრეცედენტი მე მგონი სოფლიოში არც იქნება. ეს იყო დასტური იმისა, როგორ გამლო მან ცხოვრება, აი როგორი სიყვარული მიიღო ის დამსახურებული, რომელიც ნამდვილად როგორ ცხოვრობდა ის ქვეყნისთვის და როგორ იღვაცა ქვეყნისთვის და ვთვლი რომ აი მის სახელმწიფოებრივი ცხოვრების წესი და ასე ვთქვათ სტილი ცხოვრების და პლუს კიდე როგორ როცულობდა და როგორ იყო ყველას პატრიარქი ამას დიდი მადლობა. იცით რა ღმერთს მადლობა მინდა უთხრა მე თქვენი სახელით, ქაბატონო მანანეს სახელით, ბატონი ჯუბას სახელით, რომ თქვენ შექმენით რაღაც საოცარი სიმღერა და იქედან ის რა თქმა უნდა იქნება ძალიან გახარებული, მაგრამ ასე მოკლე დროში ძალიან ძნელია რა თქმა უნდა კი გააკეთო ასეთი რამ აქ ძალიან დიდი პროფესიონალობაა საჭირო და თქვენ
მოდით ასე ვთქვათ, ღმერთმა გამოგაგზავნათ, რომ ქალბატონ მანანას კი რა თქმა უნდა ის შექმნიდა არაჩვეულებრივი ქალბატონი, არაჩვეულებრივი მელოდიებია. მე მღერი მის სიმღერას, ორ სიმღერას მე მაქვს ჩემს რეპერტუარში და ძალიან დიდ პატივს ამ ადამიანს, რაღაც როგორიც ლამაზიც არის, ისეთი ლამაზი სული აქვს ამ ქალბატონს და რომ მითხრა რომ ნიცინაზიო ასეთი ლექსი მოვიძიეო, მითხრა და თან ტიროდა რომ რაღაცა შევქმენი, აბა მომისმინეო და რომ წამიმღერა მე მან ტელეფონში წამიმღერა ეს სიმღერა და მე ვთქვი რომ იცი ქალბატონო მანანა მეთქი ეს სიმღერა თავის გზას გაკაფავს და ეს არ დაიკარგება. არის სიმღერები, რომელიც იკარგება შემდგომში. აი როგორც თეთრი ვარდები სიმღერა არ დაკარგულა. მით უმეტეს მისი ავტორი არც ტექსტის და არც კომპოზიტორი არ არის ცნობილი, ხო? ეს მისი ბრალია, მე ისიც მისი ბრალია ეს. დიახ. ეს არის არტისტების ბრალი. ისიც რატომ? იმიტომ რომ აი ხა მაგათად როდესაც კლიპს იხილავთ თქვენ. დიახ. იქ ყველაფერი მე ეს ჩემი მოთხოვნა მე ზამბერი პრეტენზია მაქვს ამ კლიპთან და ყველაფერთან დაკავშირებით. რატომ? იმიტომ რომ მაგათად მე ახლა მონტაჟი კეთდება კლიპის და იქ ყველაფერს ვითხოვრო რომ ყველაფერი უნდა იყოს დაწერილი. ყველაფერი სად რა გაკეთა, სად რა ჩაიწერა, ვინ რა გააკეთა. ეს სად არის გამოვა მაგათად არტისტი ახლა კონკრეტულად არავის არ ვასახელებ, მაგრამ მარტო თავის სახელზე, მარტო თავის სახელზე ლაპარაკი რო შეიძლება. გითახმებით. და ამიტომ თუ ვინმე ავტორი არ ჩანს, ეს არის არტისტის ბრალი. იმიტომ რომ არტისტი არ აშუქებს და თუ არტისტი არ იტყვის, არ აკეთებს. თავარი კიდე ქალბატონაზე ისიც რა. მოდი ისიც თქვა ახლა რა. ვიღაც რო კარგად ღერის, ან რაღაც კარგად აკეთებს, ეს ერთი თემაა, მაგრამ კარგი სიმღერის გარეშე ვერც ერთი მომღერალი ვერ შემდგარა მსოფლიოში, ეგეც მოდი თქვა სიმართლე. ესე კარგი სიმღერა თუ არ აქვს ადამიანს, როგორი ხმას არ უნდა ქონდეს, თუ არ მოერგო ის კარგად და ამიტომ კარგი კომპოზიტორს ასევე როგორც კარგ მომღერალს და კარგ შესრულებას დაფასება ჭირდება, ასევე კარგ კომპოზიტორს ეს ხო ერთობრივი ნამუშევარია და ამას ხალხი არაცნობებს და გონია ყველაფერს თავის თავზე იბრალებენ. აი ეს არის ყველაზე ცუდი, როცა ადამიანი თავის თავზე იბრალებს. ამიტომ სულ ყოველთვის ვიძახი რომ თუ ადამიანმა თავისი ადგილი არ იცის, უნდა მიუთითო და თუ არის ან ხშირ შემთხვევაში უნდა გაეცალო რა. მე მაგალითად იმიტომ გითხარით რომ ეხლა ამ კოლექტივში ამ ადამიანებს შორის ერთ ადამიანსაც აი რაღაცაში რაღაც ყოფილიყო რაღაც მუხრუჭი ხო მე ეს აქამდე არ მივიდოდა მე პირადად გავიდოდი იმ წუთშივე მე კომპრომისი და რაღაც არ ვიცი იმიტომ რომ სადაც მინდა აი გაწყდეს ამიტომ მართალი ხარ თქვენი სნებართვით უახლოვდებით ჩვენ დასასრულს და ეხლა შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს ამ კლიპს და კიდევ ერთხელ მოდი თქვენ დაანონსეთ მოდი თქვენ დაანონსეთ კიდევ ერთხელ სანამ დავამშვიდობებით და დავაანონსებ კიდევ ესე მე მინდა გითხრათ უღრმესი მადლობა ქართულზე ასეთი გულიანი დახვედრისთვის და მოწვევისთვის კიდევ უღრმესი მადლობა მე ასევე მინდა ტელეკომპანია TV+ მადლობა გადავხადო ასეთი თბილი დახვედრისთვის იმიტომ რომ სანამ შემოვიდეთ ეთერში ძალიან თბილად დამხვდა ხელმძღვანელობა ამას ძალიან ვითვალისწინებ და ძალიან ვაფასებ ამას ყველაფერს და მე მინდა უსურვო დიდი შემოქმედებით წარმატებები ბევრი საინტერესო სტუმარი და ბევრი საინტერესო გადაცემა და გაიხარებინოს ჩვენი ტელემაყურებელი ჩვენი ქვეყნის და მე კი მინდა გითხრათ რომ ვისაც საშუალება გააქვთ ახლა იქ მოსაწვევებით არის მაგრამ ვინც მოხალთ ყველაზე ხილვა გაგვეხარდება რა თქმა უნდა 20 მაისს 19 საათზე ანუ საღამოს 7 საათზე კინოს სახლში ძმები კაკაბაძეების ქუჩა ნომერი 2 გაიმართება ახალი კლიპის პრეზენტაცია სიმღერას რომელსაც ქვია პატრიარქის ხსოვნას კომპოზიტორი გახლავთ ქალბატონი მანნა იმედაძე პოეტი ლექსის ავტორი გახლავთ ბატონი ჯიბა ღებელი მე ვიქნები ამ შემთხვევაში როგორც გიტარისტი მომღერალი იმპროვიზატორი და განაჩენს უკვე იქ შემოქმედებით ჯგუფზე კი ვილაპარაკე მაგრამ იქ კიდე უფრო განვავრცობ ამ თემას ძალიან დიდი მადლობა ბატონო თემურ ეს წუთები ჩემ ცხოვრებაში ჩაიწერება ოქროს წუთები და მომავალ შეხვედრამდე წარმატებები მოდა კარგად ზანდებოდეთ დავემშვიდობები ჩემ ძვირფას მეყურებელს ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე დავასრულეთ
საინტერესო გადაცემა არაჩვეულებრივი კარგი გადაცემა. ყველაფერს შევეხეთ აბსოლუტურად. კი. ეს ვისაუბრდა დანარჩენი მე იმიტომ დავიტოვე ბევრი რაღაც სათქმელი კიდე რომ იქ კიდე უფრო გამოვსოთ ამ თემას და კიდე პლუს კიდე მივცემ საშუალებას ვინმეს თუ ექნება აზრის გამოთქმის სურვილი ჩვენ სცენაზე მოვიწევთ და ამ კონტექსტში რომ ისაუბროს არა მაგაზე მაგასაც ვიტყვი რომ თუ იმას უნდა გამოსვლა ისე თქვას თავისი აზრი თავის სურვილები ესა თქმა უნდა ეგეც გათვალისწინებული იქნება. სხვათა შორის ბატონო თემურ მე როგორც მაძიებელი სიმღერებისა მხოლოდ შენ ერთს ხო ყველა მიჩის მაგრამ წერია თვითონ ნოტებში სახალხო რომას მცლება არ არსებობს. ამიტომ მე შევედი სარაჯიშვილის არქივში და იქ აღმოვაჩინე რომ ვიღაცა კოტეს სარჯველაძე ჩემი მოგვარე არის ამისი ავტორი და რა ბატონი შალვა დადიანი ბრძანდებოდა ერთ-ერთ რუსულ სპექტაკლზე ტაბოიადნოი გადმოთარგმნა და მიუტანა ვიღაცა ნაცნობ პოსტის მოხელეს კოტეს სარჯველაძეს და იმან ძალიან საერთოდ ჩემი გვარი ძალიან მუსიკალურია. იცით ის ბოდიში ეს ადაგავეწოთ რა. ის ეხლა მე ვესწრებოდი ყველაფერს ამ პატრიარქთან დაკავშირებით, ხო? დაგზავალზე აღალაპარაკო სამოთხო ყველაფერი და მე რო ტრაპეზზე ვიყავი დაგზავნის დღეს. იქიდან ახალ მოუწოდესო წამოვიყვანა იქიდან, მაგრამ ეხლა რო ვიყავი 40-ზე. დიახ. წამოვიყვანა ბატონ მიხეილ სარჯველაძე, მინისტრი რო. აჰა. და რა მინდა გითხრათ რომ იქ რიგი იყო, არამე წავიყვანა ჩემზე და. ხო. იქ ძალიან მოინდომა ბატონმა მიხეილმა. ხა ძალიან კარგი ადამიანი სხვაში. ძალიან კარგი. ჩვენ მანქანაში ჩავსვით ორნი ერთად, მაგის სამსახურო მანქანაში და წავიყვანა სახლში. და ვისაუბრეთ აი ძალიან ჯერ თქვა რომ მადლობა ამ შანსისთვის რომ თქვენთან ვზიგვა რომ დააგაუხარდა რა და მეუთხარი თქვენ უგროსი მადლობა ასეთი ყურადღებით იმიტომ რომ ეხლა არანაირ არ ვალდებული გამოვიდა ხო ეხლა მე მანქანა არ მყავს არაფერი ხო და რომ გამოვედი ну ტაქსი და გამეშელებინა ხა მართლა ყველა ჯიპებით რა და ყველა არამე შიოს მეუბნებოდა არა ხო და აი ბატონო მიხეილმა ყველაზე მაგრად თქვა რომ არ მე წავიყვანა და სარჯველაძის გამახსენდა ბატონ მიხეილს დიდი მადლობა აი ნეტაბისმენდეს არა მადლობა ხო მე ვიყავი მასთან 2 წლის უკან მე კოვიდზე შევქმენი მთელი ისტორია 900 ზარი განმახორციელე სიმღერით ტელეფონით ამ ტელეფონით აკაპელად ვიმღეროდი თეთრ ვარდებს 900 ჯერ ვიმღერე ქალთა საბჭოს 400 ზარი მეგობრების მეზობლები და წიგნი გამოვეცი მე თქვენ აუცილებლად გისახსოვრეთ მაგას მოვიტან იქა და მე ვიყავი შევქმენი 6000 გვერდი მაქვს წამლები ვაქცინები იმუნიტეტის კლებები აი ორი კარგად ხო ორი ადამიანი წერს რომ დაუდგი ძეგლი თეთრ ვარდებს იმიტომ მე წარმოიდგინეთ ბატონო თემურ რომ პანდემიაა და ვიღაცა გირეკავს და გეუბნება რომ არა უშავს ჩვენ გადავიტანთ ამას გისურვებთ ჯანმრთელობას ბედნიერებას და გიმღერით ნუ გამიწყრები ნუ მიცქერავად ნუ მალავთვალებს წამთა შორის შევიგვიანე ვიყავ წლის პირას მოվել ხომ ხედავ ვარდების კონით თეთრი ვარდები შენთვის ვაგროვე შიგ ჩავაქსოვე მე ჩემი გული ეკლები იქვე მინდორად დავტოვე მიღევარდი და ჩემი მომიახლოვდი აი სხიღიმილი ავსეთვალი ცისფერი შუქით მე რომ იღიმი მაწყობს მაისი
ნუ მიჩავრდები ნურცეთი წუთით თეთრი ვარდები შენთვის ვაგროვე შიგ ჩავაქსოვე მე ჩემი გული ეკლები იქვე მინდურად დავტოვე მიღევარდი და ჩემი გული ამ სიმღერით გავიარე მე 3 თვე ძალიან კარგი და კარგად ვერით და სწორად გადმოცემთ ყველაფერს ამას ძალიან მნიშვნელობა აქვს ძალიან გადმოდის და იცით მე ვიყებ 600 წერილი ასობა ეს ხუმრობს ეს პატარა საქმე არა ეს საქმე რომ ერთი გალბატონი ბათუმიდან წერს რომ დაუდგი თეთრვარდების ძეგლი ესეც მაქვს მე წინში მე თქვენ გაჩვენებთ გულნაზი ხაბაძე მამამისი ქორეოგრაფი იყო და უცებ მოვიკითხე ხა მეგობრები მეზობლები აქეთ ხო ვეკითხები როგორ ახალ ხო ხარ კარგად აი ესე გამხნება და უცებ ვიწყებ უნდა გიმღეროთ თეთრი ვარდები საერთოდ ცნობილი ვარ მე საქართველოში თეთრი ვარდებით და აკაპელად მე ამ სიმღერას აკაპელად ესე იგი როცა ხე იმიტომ კი არა რომ თქვენ გელაპარაკებით როცა კარგად კეთება და აი მართლა სწორად ყველაფერი აკაპელად ჟღერს მაგრად რა არაფერი არ ჭირდება როცა მაგარია კი ხო იმიტომ რომ გამოსახულება როცა არის აი გნება დაკროში გნება სიმღერაში ხო აი ეს არაფერი არ ჭირდება ეს თეთრი ვარდები თქვენ მოგიწვენით ჩვენ მადლობა მომესიმადლობა. ახლა მინდა შემოგთავაზოთ წუნდესი და მონეტარესის მიერ შექმნილი ave Maria.
Thank